ამ თაობისთვის პირველი ამხანაგური თამაში იყო. ცოტა განსხვავებული შეკრებაა, განსხვავებული იმ მხრივ რომ თამაშობ თუ ამხანაგურ თამაშს. ყველა ფეხბურთელს რა თქმა უნდა მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. ძირითადი ბირთვის არ ყოფნის დროს მათ მიიღეს შანსი და უნდა ეცადონ, კარგად გამოიყენონ ეს ყველაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, არის უკვე სექტემბრის ძალიან რთული თამაშები და ყველანაირად ვეცდებით, რომ მატყოფნას შევხვდეთ სექტემბრის თამაშებს. ჩვენ თამაშს რაც შეეხება, ვეთამაშეთ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს, განსხვავებული სტილის გუნდს, თავის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ძალიან კარგ გუნდს, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს და ვთვლი, რომ წასაგები თამაში ნამდვილად არ ქონდა. თუმცა უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტი, რომ განსხვავებით პირველი ტაიმისგან და მეორე ტაიმის საწყის პერიოდიდან ბოლო წუთები ძალიან გაგვიჭირდა პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო. ფიზიკურ მომზადებაში ეს თვალნათლივ ჩანდა, სხვა მხრივ ბევრი ახალი ფეხბურთელია, მათ მიიღეს შანსი და გავაანალიზებთ, ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშზე უკვე ყველას მიცეთ თავის გამოჩენის შანსი, რომ არ გამოგვიყვაროს არც ერთი ის ფეხბურთელი, რომელიც ეს იქნება საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე თუ ლეგიონერი, რომლებიც იმსახურებენ ამ ეტაპზე ნაკრებში მოხვედრას. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ საერთო ჯამში უკვე ურთულეს შემოდგომის პანჯერას სათქმეში შევხვდით. თამაშის შინაარსთან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წასაგები თამაში არ იყო, უფრო პირიქით, ვერ გამოყენებული 11 მეტრიანი, ესევე რამოდენიმე მომენტი, თუმცა ეს ფეხბურთია, შევცდით რამოდენიმე ეპიზოდში და სწორედ იმიტომ არის ამხანაგური თამაშები, რომ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც პირველი ნაბიჯები საქართველოს ახალგაზრდა ნაკრებში. საკმაოდ რთული თამაში გამოდგა, ჩემი აზრით პირველი ნახევარი ჩვენი კარნახით მიდიოდა, თუმცა ვერ გავიტანეთ გოლი სამწუხაროდ და მეორე ტაიმში უკვე რაღაც შეცდომები ჰქონდა, ფიზიკურადაც დავიღალეთ, ამინდისთან ჩვენი ფიზიკური მომზადების გამო დაგვეტყო ეს დაღლა და უკვე სამწუხაროდ გავუშვით გოლი, მერე უკვე ვეღარ შევძელით თამაშის დაბრუნება. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შემდეგი თამაშისთვის 100% მზად ვიქნებით და გამოვასწორებთ იმ შეცდომებს, რომელიც ახლა დავუშვით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ სექტემბერში მოგებით მივიდეთ იმ თამაშებამდე, რომლებიც გვაქვს.